გაიტაბზე რეგიონების ინტერნეტიზაციის პროგრამა ამ და სხვა თემებზე გიყვებით რამდენიმე წუთში. შიმშილობის მე-17 დღეს კანცელარიასთან პროტესტის მონაწილე მაღაროელებს სასწრაფო დახმარება დაჭირდათ პროტესტის ნაწილმა კანცელარიასთან გუშინ გადმოინაცვლა. ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობა გააქტიურდა 9 მაისის ჩათვლით ბირჟაზე ჯამში 9666 მეგავატი ელექტროენერგია გაიყიდა 1 კილოვატ-საათის საშუალო ფასი 12.5 თეთრია. შეთანხმება მიღწეულია ამერიკა და ჩინეთი ტარიფებზე დაწესებულ საპასუხო ზომების 90 დღით დაპაუზებაზე შეთანხმდნენ ტარიფები 100-დან 10%-მდე შემცირდება. საერთაშორისო კრიპტო ბირჟაზე აღმასვლის მკვეთრი ტენდენცია ნარჩუნდება. ბიტკოინის ფასი $105,000 აღწევს, რაც ერთ კვირაში 10%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მოგესალმებით, ეს BMG რეგიონის წამყვანი ბიზნეს მედია სააგენტო საქმიან ამბებს BMG-ს გუნდთან ერთად ნინო ტაბეტაძე წარმოგიდგენთ. საქართველოში ყავის იმპორტი მხოლოდ მარტში 56%-ით გაზიარდა. მიზეზი გლობალურ ბაზარზე ყავის ფასის მკვეთრი დინამიკაა, რომელიც ბოლო რამდენიმე თვეა ფიქსირდება. ყავის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიები მარაგებს წინასწარ ყიდულობენ, რაც მოთხოვნა მიწოდების ბალანსზე ნეგატიურად აისახება. გლობალურ ბაზრებზე პროდუქციის გაძვირება უკვე აისახა საქართველოს ბაზარზეც, სადაც კომპანიებმა პროდუქციის ფასები უკვე ორჯერ დააკორექტირეს. ბიზნესი ფასების ზრდას კიდევ ელის, რაც ნიშნავს, რომ არ არის გამორიცხული საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი ისევ გაძვირდეს. ანუკა ჯუხაძე არკვევდა დღეს საკითხის დეტალებს და შეფასებებით ახლა ის პირდაპირ ეთერში გვერდება. ანუკა, როგორია ეს შეფასებები გაგვიზიარე? ინო გლობალურ სასაქონლო ბირჟაზე ყავის ფასი ზრდას განაგრძობს. ერთდღიან ჭრილში ყავა საშუალოდ 100%-ით არის გაძვირებული, რასაც თავისი კონკრეტული მიზეზები აქვს. პროდუქტის გაძვირებას თავისი გავლენა ჰქონდა, რა თქმა უნდა, ადგილობრივ ბაზარზეც. საქმეთის მონაცემს თუ ჩავხედავთ, 2025 წლის იანვარ-მარტში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ქვეყანაში იმპორტირებული ყავის მოცულობა 22%-ით შემცირდა, ხოლო ჯამური ღირებულება 43%-ნახევრით არის გაზრდილი. გლობალურად ყავის გაძვირების მიზეზებს შორისაა ყავის მწარმოებელი ტროპიკულ ქვეყნებში მომატებული ბუნებრივი კატაკლიზმები, განსაკუთრებით კი დიდი გამოწვევის წინაშე ბრაზილია, რომელიც მსოფლიოში არსებული ყავის 40%-ის წარმოებაზე არის პასუხისმგებელი. ამას ემატება ისიც, რომ ყავის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიები დიდი რაოდენობის მარაგებს წინასწარ ყიდულობენ, რაც მოთხოვნა მიწოდების ბალანსზე ნეგატიურად აისახება. ყავა ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრად გაძვირებული პროდუქტია საერთაშორისო ბირჟაზე და უფრო კონკრეტულად ერთწლიან პერიოდში მატების მაჩვენებელი არის 100%. ხოლო თუკი ბოლო ერთი თვის პერიოდს გადავავლეთ თვალს, ნახავთ დაახლოებით +8%-იან ზრდას. ყავის გაძვირებას რეალურად განაპირობებს ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი და ეს ფაქტორი არის ბრაზილია, სადაც მოსავალი არის გაუარესებული, რაც თავისი არსით განაპირობა კლიმატური პირობების გაუარესება. ვინაიდან ჯერ იყო გვალვა, შემდეგ იყო ნიადაგის გამოსჭრობა და საბოლოო ჯამში ამან მიგვიყვანა მოსავლის გაუარესებამდე. ამას შემდეგ უკვე დაემატა წარმოებლების მხრიდან პანიკური შეზღუდვა მარაგებისა, რამაც მიგვიყვანა უკვე სპეკულაციურ ფასამდე, რომელიც როგორც უკვე ვთქვი 100%-ით არის გაზრდილი ერთწლიან პერიოდში. სავარაუდოდ მიწოდების მხარე ჯერჯერობით ვერ გამოსწორდება, ვერც უახლოეს მომავალში, ამიტომაც მოსალოდნელი არის, რომ ფასები წინა წელთან შედარებით ისევ და ისევ მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება. გლობალურ ბაზაზე ერთ-ერთი მოთხოვნადი პროდუქციის გაძვირების მიზეზებზე საუბრობს ჩვენთან საქართველოს ყავის ასოციაციის პრეზიდენტი და ყავის ფესტივალის დამფუძნებელი მიხეილ ფარულავა. მისი შეფასებით ყველაზე მეტად ამ შემთხვევაში გაძვირების ნაწილში საუბარია არაბიკას სორტის ყავაზე, რომელიც ბოლო ერთ წელიწადში რეკორდულად გაძვირდა. ფარულავა ამბობს, რომ გარდა კლიმატური პირობებისა გაძვირების მიზეზებს შორისაა მუშახელის ნაკლებობა, სუეცის არხთან მიმართებით არსებული გამოწვევები და გაზრდილი სატრანსპორტო ხარჯები, რასაც ემატება მათ შორის წარმოებლების მხრიდან მარაგების შესყიდვა. მისი გლობალურად პროდუქციის გაძვირებას უკვე ჰქონდა ასახვა ადგილობრივ ბაზარზე, რაც განსაკუთრებით მტკივნეული სადისტრიბუციო კომპანიებისთვის იყო, რომლებსაც არსებული კონტრაქტების განახლება მოუწიათ. ბევრ საკითხს უკავშირდება ეს დაწყებული პოლიტიკური გავლენები, ასევე მოუსავლიანობა მთავარ მიმწოდებელ ქვეყანაში, როგორც ბრაზილია, ასევე პრობლემა აქვს აფრიკელ, ესე რომ ვთქვათ, ყავის წარმოებლებს, რომელიც ძალიან აქტიურად ჩაერთნენ ბოლო წლებია ხარისხიანი ყავის ინდუსტრიაში, ტრანსპორტირების, რადგან სუეცის არხის პრობლემებია და ჯერ კიდე გემებს საფრთხეები აქვთ. ამიტომ მარშრუტები საკმაოდ
დაგრძელებულია. გამომდინარე იქედან, რომ ძალიან დიდი კონკურენცია ამ ბაზარზე, ფასის ზრდა იწვევს ძალიან დრამატულ შედეგებს კონკრეტული დისტრიბუტორი კომპანიისთვის მათ შორის, რაც არ უნდა ცნობადი და მაღალი ბრენდი იყოს, ის hospitality ინდუსტრია მაინც ცდილობს, რომ ნაკლებ ფასიანი შეიძინოს და მაღალი ხარისხის. ბევრმა დისტრიბუტორმა კომპანიამ საკუთარი მარჟის ხარჯზე კი მოახდინა, ანუ შეამცირეს მარჟა იმისთვის, რომ რაღაც კონკრეტული დიდი მსხვილი კლიენტი არ დაეკარგათ. არ ვიცი, ეს პერიოდი ახალი ზრდა ზოგადად რას მოგვიტანს და რამდენად დრამატული იქნება, იმიტომ რომ ყველა ფიქრობდა, რომ $8.50 ზემოთ უკვე აბსურდია, ხო, წავიდეს, მაგრამ არის პროგნოზები, რომ $11-12 შეიძლება ავიდეს. ავის ფასების დაკორექტირება მოუწიათ კომპანია იულიუს მაინლიშიც ავსტრიული ბრენდის ქართული წარმომადგენლობაში გვიცხადებენ, რომ ფასების კორექტირება პირველად ოქტომბერში მოხდა, თუმცა გლობალურად ფასების ზრდის ფონზე კომპანიას არსებული საფასო პოლიტიკის გადახედვა კიდევ ერთხელ აპრილშიც მოუწია. კომპანიის დირექტორის პროგნოზით არსებობს მოლოდინი, რომ აღნიშნული ტრენდი გაგრძელდება, რაც ადგილობრივ ბაზარზე განსაკუთრებით საფრთხეებს მცირე ზომის კომპანიებს უკრავს. ზოგიერთმა ადგილობრივმა დისტრიბუტორმა, სხვადასხვა პროდუქტების კომპანიების დისტრიბუტორმა შეინარჩუნა გარკვეული პერიოდი, მათ შორის ჩვენს. თუმცა იმის მერე, რაც უკვე მეორედ მოხდა ყავის მართვის, იმპორტული ყავის მართვის გაცვლილება, ამან გამოიწვია ჩვენი მხრიდანაც ფასების მომატება. ბაზარზე ფასები ნელ-ნელა გაიზრდება, თუმცა ბოლო ზღვარი როგორ გაჩერდება, არავინ იცის. დიდი კომპანიები, რა თქმა უნდა, ინარჩუნებენ გარკვეული პერიოდი ამ ფასებს, გარკვეული სხვა ხარჯების შემცირების ხარჯზე, შეიძლება რაღაც პერიოდის განმავლობაში ბაზარზე გამოჩნდნენ ისეთი პატარა კომპანიები, რომლებიც ვეღარ შეძლებენ ესეთი ტენდენციის გაძლებას. 10-12%-ით არის გაზრდილი, ესეც ყველაზე მინიმალური. ეხლა ბოლო პერიოდში ისე, როდესაც დაიწყო ზრდა, დაახლოებით 35-40%-ით გავზარდეთ ჩვენ ფასები, იმიტომ რომ ფაქტიურად ვერ ვიჭერთ სხვანაირად, იმიტომ რომ თვითონ მომწოდებლისგან ხდება ამ პროდუქციების გაძვირება. საქართველოს ყავის იმპორტი მხოლოდ მარტში 56%-ით გაუზრდა, ხოლო მოცულობა შემცირდა 8.8%-ით. რაც შეეხება ძირითად ქვეყნებს, საიდანაც საქართველოში იანვარ-მარტში ყავის ყველაზე დიდი მოცულობები შემოვიდა, ამ შემთხვევაში პირველ ადგილს ინდონეზია იკავებს, რომელსაც ვიეტნამი და რუსეთი მოსდევს. უფრო დეტალურ ინფორმაციას თუ რას უნდა ველოდოთ, როგორც გლობალური, ისე ადგილობრივ ყავის ბაზარზე, ამას ჩვენ შემაჯამებელ გამოშვებაში მოისმენთ. მადლობა ანუკა, რატომ ძირდება ყავა? ანუკა ჯოხაძემ გაგოცნო ბაზრის ტენდენციები. ახალციხეში, ბორჯომსა და ხულოში ინტერნეტის გაყვანისთვის 25 მილიონიანი ტენდერი გამოცხადა. ტენდერი OpenNet-მა გამოაცხადა, რომელიც მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული ორგანიზაციაა და რეგიონებში ოპტიკურ ბოჭკოვანი ინტერნეტის გაყვანას უზრუნველყოფს. ტენდერის თანახმად იგეგმება ახალციხის, ბორჯომსა და ხულოს რაიონის სოფლებში ოპტიკურ ბოჭკოვანი ინტერნეტით დაქსელვის სამუშაოები. პროექტი მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი საკრედიტო რესურსით ფინანსდება და ის პროექტ ლოგინ ჯორჯიის შემადგენელი ნაწილია. ტენდერის ფარგლებში კომპანიებს მონაწილეობის მიღება 25 ივნისამდე შეძლებათ. ეს 2025 წლის განმავლობაში OpenNet-ის უმსხვილეს შესყიდვას წარმოადგენს. როგორ მიმდინარეობს რეგიონების ოპტიკურ ბოჭკოვანი ინტერნეტით დაფარვის პროექტი, სადგოგ ჩამორჩენა, რა გამოწვევებია რეგიონებში ინტერნეტზე წვდომის კუთხით, ამ თემებზე ვსაუბრობთ საქმის კურსში. მცირე და საშუალო ოპერატორების ასოციაციის ხელმძღვანელი უჩა სეთური გვერდდება ახლა პირდაპირ ეთერში. ბატონო უჩა, მოგესალმებით, მადლობა თქვენი დროისთვის. მივისალმებით თქვენს მაყურებელს სვადობა მოწვევისთვის. უჩაუკა ძალიან დიდი ხანია დაახლოებით 10 წელია ვსაუბრობთ რეგიონების ინტერნეტიზაციის პროგრამაზე და მიუხედავად იმისა, რომ დაანონსებული იყო, რომ ეს პროგრამა 2025 წელს უნდა დასრულებულიყო, როგორც ჩანს, ვადაში ისევ გადაიწევს. რა ინფორმაციას ფლობთ ახლა თქვენ როგორც ბაზრის მონაწილე, როგორ მიმდინარეობს ეს პროექტი და რა ტიპის სამუშაოები არის დარჩენილი, რომ პროექტმა მიიღოს საბოლოო სახე? შეგვიძლია თქვა ჩვენ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, რომელიც თავიდან უნდა ითქვას. სამწუხაროდ პირველი 5 წელი ამ პროექტმა წინა მენეჯმენტის პირობებში ძალიან უკმად დაკარგა და არც ერთი მეტრი კაბელი არ იყო ჩადებული სხვა პრობლემებზე, რომ აღარაფერი თქვა და სხვა გამოწვევებზე.
სამწუხაროდ, ამიტომ ჩვენ შეგვიძლია თქვა, რომ 5 წელი სულად დავკარგეთ არაფერში, მიუხედავად იმისა, დაფინანსებაც იყო, ხარდაჭერაც იყო საკმაოდ დიდი, მაგარი, ასე ვთქვათ, ეკონომიკის სამისთვის სხვა შტოებიდანაც. მენეჯმენტმა მე ვერ ვიტყვით რატო, მაგრამ 5 წელი სულად არაფერში დაიხარჯა. შემიძლია თავმად ეს თქვა და ეს ძალიან სამწუხაროა. ჩვენ უკვე დღეს მომწოვდება გვექნება, იმიტომ რომ დღევანდელი მენეჯმენტი მუშაობს ძალიან ინტენსიურად და ძალიან ბევრი მიმართულებით. თქვენ ახლა ახსენეთ ხულოს მიმართულება და მაღალმთიანი აჭარის მიმართულება, რომელიც ერთ-ერთი პრობლემური მიმართულებაა კარგი ხარისხის ოპტიკური ინტერნეტის მიერთების კუთხით და კაი რესპექტის პარალელურად მიმდინარეობს, იმიტომ რომ ჩვენ უფრო ველოდებით თბილისი-ქუთაისის შემაერთებელი მაგისტრალის პროექტის დასრულებას, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში გაიზრდება ხარისხი, მდგრადობა და რეგიონებში, მათ საქართველოში არსებული ინტერნეტის პარამეტრები არსებითად შეიცვლება. ახლა მართლა მხოლოდ სიჩქარეზე საუბარი არის იგივე ჯიტერზე, პაკეტის დანაკარგების მაჩვენებებზე და სხვა მაჩვენებლებზე. ამიტომ კი მაგალითად აჭარა ძალიან მნიშვნელოვანი მოსახლეობა იყო საკმაოდ დიდი გამოწვევების წინაშე ამ კუთხით, თუმცა ჩვენთვის მაინც თავარი აი ეს ნაწილია, რომელიც თბილისი-ქუთაისის შორის მიმდინარეობს საკმაოდ ინტენსიურად და დაჩქარებული წესით. როდესთვის ელოდებით თუ ჩარო მე უკვე თბილისი-ქუთაისის ეს მაგისტრალი იქნება დაერთებული და შეძლებენ თქვათ რეგიონებში უკეთესი ხარისხის ინტერნეტის მიღებას. იცით რა, ერთი რაც უნდა ითქვას, ძალიან კრიტიკულები ვარ ჩვენ ამ პროექტის მიმართ, თუმცა უნდა სასახელო თქვა, რომ დასავლეთ საქართველოში აშენებული ქსელი არის ერთ-ერთი უნიკალური ევროპაში მისი ხარისხით, მისი მდგრადობით, მისი ევროპული პარამეტრებით, ამ გულისხმობა ის და მისი მშენებლობის პარამეტრებს, რა თქმა უნდა, მისი შეკრულობის და გადაზვეულობის კუთხით და ჩვენ უკვე ამ ქსელთან დაშვება გვაქვს საკმაოდ ბევრ წერტილში და ძალიან მაღალი ასევე მისი აღდგენის, ძალიან კარგი მისი აღდგენის მაჩვენებელი, თვითონ ბოლოს ქონა ქუთაისში საკმაოდ ცუდი დაზიანება, ძალიან წვიმიან ამინდში და მიუხედავად იმისა, დაზიანება იყო ღამის 4 საათზე მომხდარი, დილის 7 საათზე, 6 საათზე უკვე დაზიანება აღმოფხვრილი იყო, ამიტომ ამ კუთხითაც ბრიგადები, რომლებიც მუშაობენ და დაზიანებების ამ ქსელის მომვლის კუთხითაც ისინი საკმაოდ კარგად გამოიყურებიან და ამ კუთხითაც ვერაფერს ვერ ვიტყვით ასე ვთქვათ, მიუხედავად იმისა, ჩასაფრებულები ვართ, რა თქმა უნდა, და გვინდა რაც შეიძლება ჩქარა და აღდგეს დაზიანებები, ამ შემთხვევაში არც სასაყვედრო ნამდვილად არაფერი გვაქვს პირიქით. აქაც ისე ძალიან კარგია. ამიტომ პირველი ნაწილი, მოდით ვთქვათ, დასავლეთ საქართველოს გაერთიანების, შეერთების დასრულებულია ძალიან წარმატებით. მეორე ნაწილი ეს მაღალმთიანის ნაწილი, მაღალმთიანური რეგიონების ნაწილი, როგორც არის აჭარა და თბილისის შეერთება და მესამე ნაწილი უკვე არის შიდა ქართლის, ქვემო ქართლის და კახეთის რამდენიმე მიმართულების და დასრულების. შევიდა თქვა, რომ პროექტი თითქმის დასრულებულია მას შემდგომ, რაც უკვე თბილისთან მოხდება შეერთება. იმიტომ რომ ძირითადი ნაწილი დაახლოებით ჩვენი მონაცემებით 70% უკვე სწორედ აი ამ ნაწილზე იყო ისე დამყარებული და თავი არის ერთი მომენტი, რომ მნიშვნელოვანი მიმართულება ყველაზე და ყველაზე პრობლემური თქვენ გახსოვთ ალბათ 2008 წლის ომიც და სხვა საკმაოდ პრობლემები იყო თბილისთან დასავლეთ კავშირის შორის, ხო? აი ამ მიმართულებითაც ძალიან მნიშვნელოვანი ამ ქსელის დროზე დასრულება და მშენებლობა, მაგრამ ჩვენთვის როგორც ციდან საშუალო ბიზნესისთვის, რომელსაც არ აქვს საკუთარი ქსელი, ეს არის უალტერნატივო და საცოტო მნიშვნელოვანი ამ პროექტში კიდევ ერთხელ გამეორდები. დიახ. უჩა თქვენც ახსენეთ ახლა რომ უკვე გაქვთ რაღაცა დაშვებები ამ ქსელთან და იყენებთ ამ ქსელს. მე მაინტერესებს ფასები როგორი არის ამ ქსელზე დაშვების, რამდენად თქვათ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რაც ბაზარს გაქვთ. იმიტომ რომ მახსოვს რომ იყო მაგალითად რაღაცა 1 მეგაბიტ წამი 0.4-დან 0.7 ლარამდე. ეს შეიცვალა თუ იგივე ფასები არის? უყურეთ როგორი მოცემულობა. ჩვენ ამ შემთხვევაში გვაქვს მოდი ვთქვათ, რომ გაუნათებელ ოპტიკაზე, ანუ ფიზიკურ წვერთან დაშვებაზე, 1 წვერთან კილომეტრთან დაშვების ფასი არის 10 ლარი და 40 თეთრი. რაც თუ შევადარეთ კონკურენტების ფასებს, მათი ფასები არის დაახლოებით 30 ლარიანი ფასების გვაქვს, 35 ლარიანიც. დამეთანხმებით, რომ ეხლა ესეთი ფასია რა, უკონკურენტოდ კარგი და დაბალი ფასია და ამ ფასთან დაკავშირებით არც ჩვენ ოპერატორს პრეტენზია არ აქვს. პირიქით, ძალიან მადლობლები ვართ. იმიტომ რომ ძალიან მრავალწვერიანი ქსელია ჩადებული და გათვლილია ოპტიმალურად და არც ერთ მონაკვეთზე, რა თქმა უნდა, გურიაში მქონდა ბოლოს მაგალითად შეხება ფოთის მიმართულებით, სამეგრელოს მიმართულებით, ქუთაისთან დამაკავშირებელი ქსელის შენებლობაა. ასე ვთქვათ, დაგეგმილი და ვქირავთ ამ ჩვენ წვერებს, რომ ჩვენი საკუთარი ქსელი ავაშენოთ, რა თქმა უნდა, მოგეხსენებათ, ამისთვის სჭირდება იქაც, ასე ვთქვათ, ძალიან ინტენსიურად არის ხელშეკრულებები მათთან გაფორმებული ოპერნეტთან და ამ მიმართულებით და უნდა არ არის არანაირი კითხვა პირიქით.
დიდი მადლობა ოპენენს, ესეთი კარგი კონკურენტული და მოსახლეობაზე ორიენტირებული ფასი დაადო, იმიტომ რომ რა თქმა უნდა საბოლოო ჯამში მომსახურების ფასი აისახება, ხო, მოგეხსენებათ ეს ჩვენი სავითო მოხარჯები. რაც შეეხება გამტარუნარიანობის, ანუ როგორ ვთქვათ, არხის ფასებს, ციფრული არხის ფასებს, ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს რამოდენიმე ფასი, თუმცა აქაც ეს ფასები ტოლია, ან ოდნავ აღემატება იმ ფასებს, რომელსაც თავაზობენ კონკურენტები, თუმცა აქაც მაღალი SLA-ის პირობებში, ან მაღალი გადობის პირობებში ეს ფასებიც მისაღებია, იმიტომ რომ ამ კუთხით ახლა ამ ეტაპზე, რო ვთქვათ, რომ რაღაცა დიდი გამოწვევა გვაქვს, რომ ნამდვილად არ ვიქნებით მართლები, ასე რომ განსაკუთრებით გაუნათებელი ოპტიკის ნაწილში ძალიან დიდი მადლობებია ამ პროექტის. ის უჩა მთლიანობაში აი ფასების კუთხით რა შეცვალა ამ პროექტმა, ანუ შეძელით უფრო ვთქვათ კონკურენტული პაკეტების მიწოდება თქვენი მომხმარებლებისთვის? უყურეთ როგორ მესმის. აი თქვენ თუ გახსოვთ ჩვენ ყოველთვის საუბრობდით დემპინგურ ფასებზე ყოველთვის რეგიონებში, ხო? და რომ ვავდარდეთ თბილისის და ქუთაისის მაგალითად ფასებს ან ფასებს თბილისსა და ზუგდიდში, ერთ და იგივე დიდი ოპერატორის ხედავთ რადიკალურ სხვაობას რა. სამწუხაროდ ეს სხვაობა იმდენად გააფუჭა ბაზარი, იმდენად დაწია ფასები დაბლა. მესმის რომ მოსახლეობისთვის შევა მისაღებია, მაგრამ ბაზარს ანადგურებს, იმიტომ რომ არ იძლევა განვითარების საშუალებას, ახალი სერვისების, ახალი კაბელის ჩადების საშუალებას, ხო? გარდა ამისა ერთი ძალიან დიდი მნიშვნელოვანი კაი ამბავიც უნდა თქვათ ალბათ ის რომ ერთ-ერთმა ყველაზე მნიშვნელოვანმა ჩვენმა საამაყო, ასე ვთქვათ, საერთაშორისო შემოერთებებმა ევროპასთან შავიზის მეშვეობით ოპერატორმა კავკასიის ონლაინმა დაწია მისი შეთავაზება გლობალური ინტერნეტის პლატფორმის ნაწილში და მათ რა თქმა უნდა პირადად მენეჯმენტს ძალიან დიდი მადლობა ამისთვის და მარაგორებელი კომისიას რომელიც ამ ინტენსიურად იყო ჩართული ამ პროცესში და 5-6 ლარამდე ჩამოიწეს სავითო ხარჯი ამმართულებით. საუბარი არის, ვთქვათ, ძალიან მაღალხარისხიან შეერთებაზე პირდაპირ ევროპასთან, ხო, ფრანკფურტთან და ნუ გააჩნია სადამდე უნდა ოპერატორთა შეერთება კონდეს. მაგრამ მიუხედავად ამისა, იმდენად იყო ფასები დაბლა ჩამოსული, რომ დღეს ჩვენ უყურებთ, რომ ყველა ოპერატორი ცდილობს, რომ შეინარჩუნოს ის საფასო სეგმენტი, რომელიც დღეს არის შემოთავაზებული. ამიტომ მოლოდინები იმისა, რომ ბოლო მოსახლეობისთვის ინტერნეტის ფასები შეიძლება რაღაცა შეიცვალოს, არ უნდა გქონდეს, იმიტომ რომ ის ფასები იყო ძალიან მიზეზზე ჩამოსული ისედაც. კორპორატიულ სეგმენტზე კითხვები არის და ეს კითხვები ლოგიკურია და ლეგიტიმურია ჩდება. ამაზე შეგვიძლია ვისაუბროთ რამდენად ადეკვატური ფასებია შეთავაზებული რეგიონებში კორპორატიული სეგმენტისთვის და იურიდიული პირებისთვის, თუმცა ფიზიკური პირების შემთხვევაში მე დამეთანხმეთ მარტივი ანალიზით კი საკმარისი დაუწუვლეთ იმაში, ფასები დღეს არის რაც წარმოდგენილია ბაზარზე ძალიან კონკურენტული, ძალიან დაბალი და ამის დაბლა ჩამოწევა ნიშნავს, რომ მაშინ ოპერატორებმა უბრალოდ გაკოტრება უნდა დაიწყონ, იმიტომ რომ სახედან უნდა მოიტანონ ამ მსახურების ფული. თქვენ ახსენეთ იურიდიული პირების ფასები და მართლა ძალიან ბევრი კრიტიკა ისმის ამ მიმართულებით. ამ კუთხით რაიმე თუ კეთდება და რამდენად თუ არის შესაძლებელი რომ ფასები ქვემოთ ჩამოვიდეს. ან რატომ არის ესეთი რადიკალური სხვაობა იურიდიული პირებისთვის თითქმის ერთი და იგივე მოცულობის ინტერნეტს როცა მოიხმართ თქვათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. და გეთანხმებით იმაში ეს ერთი და იგივე სერვისია, არსებითად განსხვავებული სერვისია, შინაარსობრივად კი, თუმცა ორივე ინტერნეტია და ტექნოლოგია იგივეა და იგივე მაგისტრალს გადის და გასაგებია რომ ამ კუთხით შეიძლება გიჩნდებოდეს განსხვავებული ერთი და იგივე სერვისია, თუმცა ინტენსივობა დატვირთვის დღის და ღამის განმავლობაში, მისი მოცულობა, ატვირთვა, ჩამოტვირთვა, ნუ ბევრი დეტალებია, თუმცა მსგავსია, რა თქმა უნდა, ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, ხო? მაგრამ ისტორიულად ჩვენ ამ შემთხვევაში ამ სეგმენტზე ახალი შემოსულები ვართ, ეს ფასები ჩვენ დაგვთ ამ ბაზარზე, რომელსაც თავაზობდნენ ტრადიციული ისეთ ოპერატორები, რომლებიც ბაზარზე საქმიანობენ წლების განმავლობაში და გამოსავალზე როცა საუბრობთ, ჩვენ ვცდილობთ რომ ჩავანაცვლოთ ეს ოპერატორები და ეს პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს და ძალიან ბევრ მადლობასაც ვიღებთ კორპორატიული სეგმენტისგან, განსაკუთრებით რეგიონებში, როცა ხდება არსებული ოპერატორების ჩანაცვლება, დიდი ოპერატორების ჩვენი შეთავაზებით, იმიტომ რომ ჩვენი სერვისის პლუსი გარდა ხარისხის არის მოქრილობა, 20 საათიანი შვიდზე კლიენტზე ორიენტირებულობა და მასთან მუშაობა და დაზიანებების აღმოფხვრა რამოდენიმე საათის კი არა, შეიძლება ნახევარი საათის და წუთების განმავლობაში, იმიტომ რომ ალტერნატივა უბრალოდ სხვა არ გვაქვს. შესაბამისად, პასუხი თქვენ გითხრათ იქნება ალბათ ის, რომ კონკურენცია იგივე ოპენეტის ქსელი, რომელიც იძლევა საშუალებას, რომ ყველგან შევიდე და ყველგან მოახდინოთ მომსახურების შეთავაზება და მიწოდება, დასავლეთ საქართველოში ეს დასრულებული და ეს პროცესი გამუშავებულია, მოგცემს საშუალებას იმისათვის, რომ ეს პროცესი დასრულდეს და ლოგიკურ და ფასებამდე დავიდეს ეს შეთავაზებები, მაგრამ გარდა ამისა, მარაგორებელი კომისიას დაწყებული აქვს კვლევა მოსწავლეების ევროპელი ექსპერტები, რომლებიც ეს ვიცით რომ არის და მე ჩვენ იგივე MVNO-ს ნაწილში და ასე შემდგომ იყო შეხვედრა კომისიაში დაახლოებით 2 თვის უკან თუ ამეშება შეიძლება უფრო აქეთ
სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ეს ხალხი შეისწავლის სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში და იქნება უკვე მათი დასკვნა და რეგულაციები ამ მიმართულებით კომისიის მხრიდან და მათი ჩარევა. დიახ, დაველოდოთ ამ რეგულაციებს, ნახოთ რაც გადაწყვეტს კომისია. უჩესეთური ცერგსაშუალო ოპერატორების ასოციაციის ხელმძღვანელი იყო ჩვენი სტუმარი, მას ვემშვიდობებით და გადაცემას ვაგრძელებთ. ინტერნეტს არასოდეს ძინავს ყოველი დღე 24 საათის განმავლობაში. ინტერნეტ მომხმარებლები მილიონობით ოპერაციას ასრულებენ, დაკლიკება, ძიება, სტრიმინგი, ვიდეოების ყურება, ვიდეოზარები, შეტყობინება, იმეილები. ეს ყველაფერი კი მონაცემებს აგენერირებს, რომელიც დატა ცენტრებში ინახება. სალომე ხიდურელის სიუჟეტიდან გავიგებთ, რა ხდება ინტერნეტში სულ რაღაც 24 საათში. გიტოვებთ ამ სიუჟეტს, მე კი გემშვიდობებით 17 საათს და 40 წუთამდე დროებით. ყოველ დღე მილიარდობით ადამიანი ინტერნეტთანაა დაკავშირებული. ჩვენი თითოეული ინტერაქციით კი იქნება ეს შეტყობინებების გაგზავნა, ვიდეოს ყურება, ვიდეოზარის განხორციელება თუ ვებგვერდის სკროლვა, მონაცემები გენერირდება. ციფრული დატა შემდეგ გადის ქსელებს, სერვერებს და მონაცემთა ცენტრებში განთავსდება. ბოლო გამოთვლებით ყოველდღიურად 402 მილიარდი გიგაბაიტი დატა გენერირდება. მეტიც, მონაცემების გენერირების ტემპი 2010 წლიდან გეომეტრიული პროგრესიით იზრდება და როგორც სტატისტიკა გვეუბნება, მსოფლიოში შენახული მონაცემების 90% მხოლოდ ბოლო 2 წელიწადში შეიქმნა. კატეგორიების მიხედვით მონაცემთა გლობალური ტრაფიკის 53%-ზე მეტი ვიდეოებზე მოდის. კონტენტის ეს ფორმა სულ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს და ამას TikTok პლატფორმის, ასევე სხვა სოციალურ ქსელებში ვიდეო კონტენტის წილის ზრდა ადასტურებს. სოციალურ და გეიმინგ კატეგორიებთან ერთად ეს სამი მიმართულება ინტერნეტში გენერირებული მონაცემების 75%-ზე მეტზე არიან პასუხისმგებლები. ინტერნეტ აქტივობის ყველაზე გავრცელებული და კომუნიკაციის დომინანტი ფორმა ელექტრონული პოსტაა. ყოველდღიურად 323 მილიარდი იმეილი იგზავნება, საიდანაც თითქმის ნახევარი 152 მილიარდი სპამია. ინტერნეტის მომხმარებლები ყოველდღიურად 24 მილიარდ შეტყობინებას გზავნიან. იყენებენ Google-ს წუთში 5,900,000 ჯერ, რაც დღეში 8.5 მილიარდ საძიებო სესიას უდრის. Snapchat-ის მომხმარებლები ყოველდღურად საშუალოდ 3.5 მილიარდ სტორის აზიარებენ. Facebook-ზე გაზიარებული კონტენტის რაოდენობა კი 24 საათში 2.4 მილიარდს აღემატება. პოპულარობით სარგებლობს გაცნობის აპლიკაცია Tinder-იც, რომელსაც 75 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ყავს. ისინი ყოველდღურად 1.5 მილიარდ კანდიდატს აფასებენ და მარჯვნივ სვაიპით ადასტურებენ მათი გაცნობის სურვილს. ციფრული კომუნიკაციის პოპულარულ ფორმად რჩება X-იც. პლატფორმაზე დღეღამეში თითქმის 500 მილიონი ტვიტი იდება. COVID პანდემიის შემდეგ Zoom-ის პლატფორმა ვირტუალურ მუშაობასთან ასოცირდება. ერთი დღის განმავლობაში Zoom-ის შეხვედრებზე ადამიანები 150 მილიონზე მეტ საათს ხარჯავენ. 1.54 მილიარდ საათს ატარებენ ინტერნეტ მომხმარებლები ვიდეო კონტენტის ყურებაშიც. მონაცემები, რომლებსაც ინტერნეტ მომხმარებლები აგენერირებენ, დატა ცენტრებში ინახება. ამ ინფრასტრუქტურით მსოფლიოში დღეს ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს, სადაც 10-ჯერ მეტი მონაცემთა ცენტრი ფუნქციონირებს, ვიდრე სხვა ნებისმიერ ქვეყანაში. შტატებში 5426 დატა ცენტრია, გერმანიაში 529, გაერთიანებულ სამეფოში 523, ჩინეთში 459, ხოლო კანადაში 327. ტოპ 10-ს საფრანგეთი, ავსტრალია, ნიდერლანდები, რუსეთი და იაპონია აგრძელებენ. ინტერნეტ მონაცემთა გენერირება დღეს რეკორდულ ტემპებს აღწევს და მოსალოდნელია, რომ ეს მაჩვენებლები ყოველწლიურად უფრო და უფრო გაიზრდება. მონაცემთა ცენტრები იტვირთება მომხმარებლის მიერ ისეთი მარტივი ოპერაციის შესრულებითაც, როგორიც მაგალითად ბმულზე დაკლიკებაა. ეს მუდმივი ციკლია, რაც გლობალურად დატა ცენტრებზე მოთხოვნასაც ზრდის.